გერმანია რუსეთთან შესაძლო ომისთვის ემზადება. სტატიას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა ბილდი აქვეყნებს. მათი ინფორმაციით ბერლინის სამოქალაქო თავდაცვის განვითარებისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. გამოცემის ცნობით სამხედრო თვალსაზრისით ქვეყნის გაძლიერება უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებულ ზარდ უსაფრთხოების რისკებს უკავშირდება. უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ციმბირიდან ბალტიისპირეთამდე მიმავალი ნავთობსადენის კვანძს დაარტყა. დაბომბილია ნავთობგადამქადში სადგური, რომლის მეშვეობითაც ნედლი ნავთობი ციმბირიდან და რუსეთის ჩრდილოეთიდან ბალტიის ზღვის პორტებში გადაიზიდება. თბილისში სავარაუდოდ ნარკოტიკის ზედოზირების გამო 22 წლის ბიჭი დაიღუპა. ის უგონო მდგომარეობაში საცხოვრებელ სახლში იპოვეს. გარდაცვლილის ბაბუა ყვება, რომ მისმა შვილიშვილმა ნარკოტიკი ტელეგრამის საშუალებით შეიძინა. მისი თქმით, აკრძალული ნივთიერება რუსეთიდან შემოდის. დავით ბლიაძის ბაბუა იხსენებს, რომ კლინიკაში ზედოზირებით არაერთი ახალგაზრდა ნახეს. კიევში დააკავეს 24 წლის ქართველი კაცი, რომელმაც რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით ავტომობილები დაწვა. უკრაინული მედია წერს, რომ მარტის დასაწყისში ეჭვმიტანილი უკრაინაში სამუშაო საძიებლად ჩავიდა. სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა ბრალდებულმა ტელეგრამის საშუალებით მოახერხა.